ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ხედავენ ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ფერის სპექტრის აღქმის დარღვევა აქვთ. ეს არის მაგალითად წითლისა და მწვანეს აღქმის დარღვევის შემთხვევაში, როგორ გამოიყურება სამყარო, ეს კი ლურჯისა და ყვითლის შემთხვევაში, ნახეთ როგორი განსხვავებაა იმასთან შედარებით, რასაც ნორმალური თვალი აღიქვამს. ფერების აღქმა უმნიშვნელოვანესი პროცესია და ეს ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში იწყება თვალიდან და თვალის კონკრეტული შრიდან, რომელსაც ქვია რეტინა. რეტინაზე განლაგებული არიან სპეციალიზებული უჯრედები, რომლებსაც აი აქ ხედავთ, ესენი არიან ჩხირები და კოლბები და სწორედ მათი ფუნქციური დანიშნულებაა ის, რომ ჩხირების შემთხვევაში აღიგვან სინათლე და კოლბების შემთხვევაში ფერთა სხვადასხვაობა. აქეთ მხარეს ხედავთ თქვენ კოლბებს, მეორე მხარეს კი ჩხირებს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ კონკრეტული ფერების სპექტრის აღქმის დარღვევის შემთხვევაში მთლიანად კოლბების ყველა სპექტრი არ არის გამოსული წყობიდან. ამ შემთხვევაში კოლბების ის სპექტრია გამოსული წყობრიდან, რომელიც მაგალითად მწვანე ფერის აღქმაზეა პასუხისმგებელი და მისი წითელი ფერისგან გარჩევაზე. ამას გარდა არსებობს რა თქმა უნდა უარესი შემთხვევაც, რასაც აქრომატოპსია ჰქვია და ამ დროს სამწუხაროდ ადამიანებს არანაირი ფერის ერთმანეთისგან გარჩევა არ შეუძლიათ. მათ ამ ჩხირების დახმარებით შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ კონტრასტის გარჩევა ნაკლებად და უფრო მეტად განათებულ ობიექტებს შორის.